ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დღეს თავდაპირველად წესების კომიტეტმა იმსჯელა, საპროცედურო წესების კომიტეტმა, რომელმაც ერთხმად მხარი დაუჭირა 59 ოპოზიციონერი დეპუტატისთვისვე უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მათი მიმართვის საფუძველზე. შემდეგ კი ეს საკითხი პარლამენტმა სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე ნომერ 1 საკითხად დააყენა და აქაც ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მამუკამ დინარაძის განცხადებით ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო იმისთვის, რომ პარლამენტმა გაჯანსაღებულად იფუნქციონიროს და ეს არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, მათ თავად სურდათ დაეტოვებინათ პარლამენტის მანდატი და ეს დაუკმაყოფილეს. მან ახსენა სიტყვა შანტაჟიც და თქვა, რომ ეს დეპუტატობის მანდატი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხელში იყო ერთგვარი შანტაჟი ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამიტომ მათ ეს ბერკეტიც წაართვეს ოპოზიციონერ დეპუტატებს. დღეს პარლამენტში 80 დეპუტატმა მხარი ერთხმად დაუჭირა 59 ოპოზიციონერი კოლეგისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 დეპუტატის ნაცვლად 101 დეპუტატი დარჩა და მე-11 მოწვევის პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიული მანდატით აგრძელებდა საქმიანობას. ჩვენ შეგვიძლია მამუკამ დინარაძის განმარტება მოვისმინოთ კენჭისყრის დაწყებამდე გაკეთებული. საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია პირველი იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და მეორე ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დაუშვით, როგორც წინა შემთხვევაში ეს გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ და ნაცი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, ალბათ ყველა დარწმუნებულია, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ, იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას. ინფორმაციულადაც ასეა და ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ, როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ ისინი ამას ვერ ახერხებენ, ზოგი შეგნებულად, ზოგი თავისი სურვილით, მაგრამ დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას, იმიტომ რომ მათ ავალებენ, რომ იყოს მათი ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ და ამიტომ დღეს მხარს დაუჭერთ თითოეული მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ და ყველა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, მალევე გაიმართა მოულოდნელად ბრიფინგი. ქართული ოცნების 3 დეპუტატმა გამართა ბრიფინგი. ესენი არიან ილია ინჯია, ვარლამ დიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი, რომლებაც მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ისინი ტოვებენ ქართულ ოცნებას, გამოეყოფიან ფრაქცია ქართულ ოცნებას და პარლამენტში ერთგვარი ოპოზიციის ფუნქცია შეითავსებენ და დაირქმევენ საპარლამენტო ჯგუფის ევროპელი სოციალისტების სახელს. ისინი ამერიდან ამ სახელით გააგრძელებენ პარლამენტში მუშაობას და აცხადებენ, რომ ისინი ოპონირებას გაუწევენ ქართულ ოცნებას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და შეითავსებენ ოპოზიციის ფუნქციებს, რადგან პარლამენტში ფაქტობრივად არ იმყოფება ნამდვილი ოპოზიციური პარტია და მათი განცხადებით ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ პარლამენტმა შეძლოს ჯანსაღი ფუნქციონირება. ამ დეპუტატებმა მეტი განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ გააკეთეს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი განცხადებაც. მივიღეთ გადაწყვეტილება. პარტია ევროპული სოციალისტების ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორც დღემდე იყო. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან ერთად ჩვენი მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც
ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს. შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. პარლამენტში დღეს კიდევ იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. დღესვე ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობას და მას სამართლებრივ შეფასებას გაუკეთებს, ასე ვთქვათ, გაასამართლებს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე ნაციონალურ მოძრაობას წინა ხელისუფლებას და ასევე ქართული ოცნების დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის ინიციატივით შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობის მთელი რიგი კანონების მკვეთრად გამკაცრებას. ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებული კანონმდებლობით ისინი ვერ ახერხებენ იმ მოქალაქეების მოთოკვას, ასეთი სიტყვა ახსენეს, რომლებიც ქართულ ოცნებას სხვადასხვა საკითხების გამო აკრიტიკებენ და მათი განცხადებით ეს კრიტიკა არ ჯდება კანონის ფარგლებში და ისინი ამეტებენ კანონიერ მოქცევას, კანონიერ პროტესტს, ამიტომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ასეთი გამკაცრება მთელი რიგი კანონმდებლობების. დღეს პირველი მოსმენით დაუჭირეს ქართული ოცნების დეპუტატებმა მხარი ამ კანონებს და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დაჩქარებული წესით განიხილავს მათ მიღებას ქართული ოცნება და სავარაუდოდ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უკვე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ ამ კანონებსაც.